თანამედროვე სიტუაციაში პაციენტი მოდის ექიმთან უკვე იცის რა დიაგნოზი აქვს ინტერნეტიდან. ზოგადად ყველაფერი შიკები არ შეიძლება. დღეს საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან დიდი უნდობლობა ექიმის მიმართ. ყველა ექიმი თვლის, რომ ის არის განსაკუთრებული და ერთადერთი. ახლა ისეთ რაღაცას ვამბობ, რომ შეიძლება სამსახურიდან გამიშვა. ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან მალე შეიძლება ექიმები ყველა ჩაანაცვლოს. ექიმები მუშაობენ შიშის ქვეშ. შესაძლოა ადამიანი ისე დაბრმავდეს საერთოდ ვეღარ დაინახულება, რომ ვერ შეამჩნევს. ჩვენთან სამწუხაროდ არის ისევ ველურ მედიცინა. ექიმის ვარ ჭირდება თვითონ დასვავს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოზს უკვე აქავართ მისულები. თუმცა ცოტა ხანი კიდე დავაკვირდება, არ მეძახიან თავის საოპერაციოს გარანტია, შეიძლება მოგცეს მხოლოდ უფალმა. ექიმებს ხშირად ბრმადვენდობით, რადგან გვჯერა, რომ ზუსტად იციან, როგორ იზრუნონ ჩვენზე. მაგრამ არსებობს კითხვები, რომლებიც არ ისმება. არსებობს თემები, რომლებიც კარს მიღმარჩება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგახედოთ იმ სფეროში, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე თეთრი ხალათი და უბრალოდ ფურცელზე დაწერილი დიაგნოზი. ჩვენ ვიწვევთ საქართველოს წამყვან ექიმებს და ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენი თვალთახედვის მიღმა. მოგესალმებით, მე ვარ ლალიკო თბილისი მედიკიდან და ჩვენ ვიწყებთ ოფთალმოლოგიურ ვიდეო სერიებს. ჩვენი სტუმარია ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგი, ქირურგი, მედიცინის დოქტორი და პროფესორი ბატონი გიორგი პეტრიაშვილი. მადლობას გეტყვით პირველ რიგში მობრძანებისთვის. და დავიწყოთ, მოდი, ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ გახდით ოფთალმოლოგი, ანუ ზოგადად ექიმი და კონკრეტულად ოფთალმოლოგი, რატომ გახდით, თქვათ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, ოჯახის გავლენა იყო, თუ რაღაც მოხდა, არის ხოლმე, თქვათ, შემთხვევები, რომ რაღაც კონკრეტული შეიძლება გადახდეს ადამიანის ცხოვრებაში და მაქედან გამომდინარე მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე, ან სხვადასხვა მიზეზი. აი, თქვენ შემთხვევაში რა იყო? პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ და დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენს ამ ვიდეო სერიაში. როგორც მივხვდი, ჩვენ ვხსნით ეს პირველი ჩაწერა და მოხარული ვარ, რომ ამაში ვიღებ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, ის კითხვა, რაც თქვენ დასვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ყველასთვის, ჩემთვის განსაკუთრებით. ბავშვობიდან მქონდა ოცნება, გამختارიყავი ან ექიმი, ან მასწავლებელი. მასწავლებელი რატომ დედა იყო მასწავლებელი, ექიმი რატომ მამა იყო ექიმი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გადაწონა მამის ავტორიტეტმა, პირველ რიგში იმიტომ, რომ დავყვებოდი სამსახურში, ბავშვობიდანვე ბევრი პაციენტი, ბევრი ქირურგიული ჩარევა და ასე შემდეგ მინახია და ვამაყობდი იმით, რომ მამაჩემმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. და ჩამრჩა ჩემს მეხსიერებაში, რომ ეს არის ძალიან კეთილშობილი პროფესია და აუცილებლად უნდა გავხდე ექიმი. მამა ოფთალმოლოგი იყო თუ სხვა მიმართულებით? მამა იყო ზოგადი ქირურგი, გივი პეტრიაშვილი, მუშაობდა საქართველოში, ბევრ ქალაქში, თბილისშიც, რეგიონებშიც და ასე შემდეგ. ხო და ამან იქონია რა თქმა უნდა გავლენა. მე ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში, ეს ცალკე თემა აღმოჩნდი მოსკოვში, იქ სწავლობდი და ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ასევე ბევრს ფიქრობდი რა სპეციალობა ამერჩია. ძალიან ბევრი მიმართულება მედიცინაში, როგორც მოგეხსენებათ. ჯერ ვფიქრობდი ზოგად ქირურგიას, შემდეგ ძარღვოვან ქირურგიას, სტუდენტობის დროს მუშაობდი სხვადასხვა განყოფილებებში, რომ შემესწავლა, მეგრძნო მე თვითონ რომელია ჩემი მიმართულება, მაგრამ ძალიან გამიჭირდა ჩამოყალიბება. რაღაც პერიოდში გინეკოლოგობაც მაინტერესებდა და საბოლოოდ მე-5-მე-6 კურსზე აღმოჩნდი ოფთალმოლოგიურ დეპარტამენტში. ერთი იყო ასეთი პროფესორი ნესტეროვი მის განყოფილებაში და იქ ვნახე ოფთალმოლოგიური ოპერაციები. აი თითქოს რაღაცა გამეხსნა, რაღაც კოსმოსიდან სხივმა გამოანათა, უცბად გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ოფთალმოლოგი უნდა გავხდე. და აქედან დაიწყო ჩემი ოფთალმოლოგიური კარიერა და
ასე ჩამოყალიბდა ჩემში, რომ ოფთალმოლოგობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. გასაგებია კი, ანუ ჯერ იყო, ვთქვათ, მამის გავლენა და მერე ოფთალმოლოგობა გადაწყვიტეთ კონკრეტულად ალბათ იმ პროფესორს ვისთანაც მოხვდით ოფთალმოლოგიაში რაღაცა ისეთი გავლენა ქონდა. უბრალოდ იმდენად ესთეტიკურად საინტერესოა ოფთალმოქირურგიული ოპერაცია, ეს არის რაღაც მიკრო სამყარო. თან ხო ბევრი მიმართულებებია ოფთალმოლოგიაში. რა თქმა უნდა, ბევრი მიმართულებებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ცალკე სამყარო, ძალიან განსხვავდება სხვა მიმართულებებისგან სამედიცინო, ეს არის მიკროქირურგიული სამყარო, ოფთალმოლოგების ზოგადად მიკროქირურგები არიან, ჩვენ ვმუშაობთ მიკროსკოპის გამოყენებით, მრავალჯერადი გადიდების მეშვეობით, ჩათვალეთ, რომ ოფთალმოლოგია არის ენდოქირურგიაც, ენდოსკოპიური ქირურგიაც, ამიტომ მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას, რაც არსებობს მედიცინაში. იცი რა მაინტერესებს ბატონ გიორგი, აი ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეთ თქვენ, რომ გახდით ოფთალმოლოგი და აირჩიეთ თქვათ მე-6 წელს როგორც თქვენ თქვით. აი ამდენი წელია ახლა ოფთალმოლოგი ხართ, ქირურგი ხართ, აკეთებთ ყოველდღიურად უამრავ ოპერაციებს. და თუ აი როდის იყო ის შემთხვევა, ვთქვათ, ან ის მომენტი ცხოვრებაში, რომ აი თუ გიფიქრიათ, ვთქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ დარწმუნდით ნამდვილად, რომ აი ეს მიმართულება თქვენი იყო ნამდვილად, ან თუ ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ აი ფიქრობდით თავიდან თუ იყო, რომ რაღაცა სხვა მიმართულებით ჯობდა რომ წასულიყავით, ან როდის გაგიმყარდათ ეს რა იყო ეგეთი ფაქტორი, ან შეიძლება პაციენტი იყო ვინმე, რომ აი იფიქრეთ, რომ ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ნამდვილად ოფთალმოლოგი უნდა გამხდარიყავით და ქირურგი. მასეთი განცდები ნამდვილად არ მქონია. პირველი სიყვარული იყო ოფთალმოლოგია და ესევე შემიყვარდა. და აღარც მიფიქრია, რომ რამე სხვაზე გადამერთო ჩემი პროფესიონალური განვითარება. რა თქმა უნდა, გავლენა იქონია იმ პროფესორებმა, იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც ოფთალმოლოგიაში მასწავლეს, რომელმაც პირველად ჩამიდო ხელში ოფთალმოლოგიური ინსტრუმენტი, პირველი ოპერაცია ჩამატარებინა, ეს იყო ლუდმილა პავალოჩკა, ვისთანაც პირველად გავაკეთე ოპერაცია, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი იყო როზა გუნდოროვა, ასევე ძალიან ცნობილი პროფესორი კაცნერსონილევ აბრამოვიჩ, ესეთი ავეტისოვი ედუარდი, ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ყავს ამ ექიმებს და რა თქმა უნდა, სვეტოსლავ ფედოროვი. ეს იყო ძალიან ძლიერი გუნდი მაშინ საბჭოთა კავშირში და მთელი ოფთალმოლოგიური საზოგადოება სწავლობდა მათ წიგნებზე, მათი გამოცდილებით და რა თქმა უნდა, მათ იქონიეს ძალიან დიდი ზეგავლენა ჩემს პროფესიონალ აღზრდაზე და განვითარებაზე. გასაგებია. რა მაინტერესებს ახლა ყველა პროფესიაში არის hard skill-ები და soft skill-ები, რაც თქვათ ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება, აი მედიცინაში ვთქვათ კონკრეტულად თქვენზე რომ ვისაუბროთ, აი hard skill-ების გარდა რაც უნდა ქონდეს ექიმს, ოფთალმოლოგს, რა არის ვთქვათ soft skill-ები, რაც მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რომ იყოს კარგი ექიმი. ან რას ნიშნავს, აი ვთქვათ, პაციენტის გადმოსახედიდან? პირველ რიგში ექიმი უნდა იყოს პაციენტის მიმართ განწყობილი დადებითად. დობის მომენტი უნდა გაუჩნდეს პაციენტს, როგორც კი შევა კონტაქტში ექიმთან. ექიმს კი უნდა ჰქონდეს, როგორც თქვენ უნარჩვევები განვითარებული თავის პროფესიაში, პირველ რიგში სწავლა, კითხვა, შრომა, კომუნიკაციაც ალბათ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ანუ პაციენტისთვის ყოველთვის რთულია ხოლმე, ნუ თუ მედიცინასთან შეხება არ გაქვს, რომ გაიგო, ვთქვათ, რას გეუბნება ექიმი, ანუ რა არის თავის დიაგნოზი, ანუ ამასაც ვერ ხვდებიან ხოლმე, ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც თავიდან იგებენ თუ ექიმმა არ აუხსნა ეს ყველაფერი. ხო ესეა? თანამედროვე სიტუაციაში პაციენტი მოდის ექიმთან, უკვე იცის რა დიაგნოზი აქვს ინტერნეტიდან. ხო, აი ეგ ეს არის ცალკე თემა ძალიან რთული, იმიტომ რომ როცა პაციენტი შემოდის და თulis, რომ ექიმმა არაფერი არ იცის, სამწუხაროდ დღეს
საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან დიდი უნდობლობა ექიმის მიმართ. კი. რატომ არის ეს, რით არის ეს გამოწვეული, ეს ცალკე თემაა, ალბათ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც გამომდინარეობს ერთი მხრივ ექიმებიდან, მეორე მხრივ ზოგადად საზოგადოებაში უნდობლობა სხვადასხვა მიზეზის გამო. ძალიან ხშირად პაციენტები თვლიან, რომ უცხოეთში უფრო კარგად უმკურნალებენ ვიდრე საქართველოში და ხო და აი ეგ როგორ ფიქრობთ, არის სფეროები სადაც გვჭირდება განვითარება, ვთქვათ, კონკრეტული სფეროები, რაზეც შეიძლება თვითონ ექიმმა უთხრას და ურჩიოს, რომ ვთქვათ, თვითონ ვერ უშველის ამ შემთხვევაში, ან რაღაც ტექნოლოგია არ არის ისეთი, რაც არის საზღვარგარეთ, რის გამოც შეიძლება წავიდეს პაციენტი და იქ იმკურნალოს. ანუ კონკრეტულ სფეროებში გვაქვს ეს პრობლემა, ან ქვემ მიმართულებებში, თუ უფრო, ვთქვათ, არ არის მანდ პრობლემა და ზოგადად დამენეჯმენტების საკითხშია პრობლემა და თვითონ სისტემაშია, ვთქვათ, პრობლემა. აი, რას ფიქრობთ მაგასთან დაკავშირებით? მე შემიძლია გითხრათ, რომ სპეციალისტები საქართველოში გვყავს ძალიან მაღალი დონის განათლებით, წოდნით. ხელსაწყოები, აპარატურა, ტექნოლოგიებიც არის ძალიან მაღალი დონის. არის ზოგიერთი მიმართულება, რომელიც აუცილებელია, რომ იყოს ძალიან მაღალი დაფინანსება და ეს დაფინანსება მხარდაჭერა უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ის პაციენტები, რომელიც იგზავნებიან უცხოეთში, ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არიან. ძალიან კი. ხო, დაკავშირებულები და ამ საკითხის საქართველოში მოგვარება სავსებით შესაძლებელია. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მენეჯმენტის საკითხი უფრო არის ვიდრე ექიმების და აპარატურის არქონის გამო. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც თანამედროვე მედიცინაში არის უცხოეთში, ამის დანერგვა ხდება საქართველოში ძალიან მარტივად, 1-2 წელიწადში, რაც იქ გამოიგონებენ იმ წამსვე საქართველოში. კი, მეც მსგავსად. ჩამოდის ეს ტექნოლოგია. და ექიმები მივდივართ უცხოეთში და ვსწავლობთ ამ ტექნოლოგიას უშუალოდ იმ კომპანიებთან, რომელიც ამას წარმოადგენენ. აი მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, ამ ჩარევების მაღალტექნოლოგიური ჩარევები ზოგადად ძვირიან, ძვირადღირებული ჩარევაა. აქ უკვე ფინანსური პრობლემები იღებს სათავეს და მნიშვნელოვანი ეგ არის. და ეს საკითხი თუ არ მოგვარდა და ამას აუცილებლად სახელმწიფოს მხარდაჭერა უნდა, ისევ იქ დავრჩებით და ისევ პაციენტები გაედინებიან უცხოეთში. ხო, აი მე ხა პაციენტის გადმოსახედიდან დავსვავ ესეთ შეკითხვას, რომ ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული პრობლემა მაქვს. ანუ როცა ვიცი, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა, ვთქვათ, შეიძლება 10 ჯერ უფრო ძვირია, ანუ კონკრეტული ოპერაციის ან მანიპულაციის გაკეთება, რატომ იღებს მაინც პაციენტი მაგ გადაწყვეტილებას, რომ ვთქვათ, გაიკეთოს საზღვარგარეთ ოპერაცია? ანუ ეს უნდობლობიდან გამომდინარე, ანუ თუ აქაც არის, ვთქვათ, მსგავსი აპარატურა, რაც იქ არის და ექიმებიც მაღალკვალიფიციურები არიან, აი რატომ მაინც ანუ ძალიან ბევრი პაციენტი მიდის მართლა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მე რაღაცნაირად, აი ჩემს აზრს გეტყვით მოკლედ, რაც მაქვს, ვთქვათ, რაც მეც პირადად მქონია შემთხვევა და შეხება, რომ რაღაც კონკრეტული ოპერაცია შეიძლება კი არა და კონკრეტული ქირურგები რაღაც ოპერაციებს, ახლა ოფთალმოლოგიას არ ვშლი ზოგადად მედიცინასთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, შეიძლება ექიმმა გააკეთოს იდეალურად, მაგრამ მერე იყოს რაღაცა გართულებები. აი თითქოს არის ხოლმე ესე, რომ აი პროცესში, ვთქვათ, პაციენტი რო შედის კლინიკაში იქიდან ბოლომდე სანამ სახლში გაეწერება ან თუნდაც მერე სანამ სრულად გამოჯამრთელდება აქ პროცესში, ხომ მხოლოდ ქირურგი არ არის ჩარეული, ანუ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ შეიძლება მას დაჭირდეს, ვთქვათ, პალატაში გადაყვანა ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მერე უკვე სხვადასხვა რგოლის ექიმები არიან ჩართული. ლაბორატორია გჭირდება აი რაღაცნაირად მე ესე მაქვს ესე ვხედავ მოკლედ აი სხვა ქვეყნის პრაქტიკებს რაც ძალიან მომწონს რომ
ერთიანად ხდება, რა ვიცი, კონსილიუმია თუ ის არის, როცა ვთქვათ, რთული შემთხვევაა მით უმეტეს, რაღაცნაირად სწორად არის დამენეჯმენტებული ეს საკითხები, რომ აი ვთქვათ, დღეში 5-ჯერ უნდა გაკეთდეს რაღაცა კვლევა კონკრეტულ პაციენტზე, რომელიც ვთქვათ, გადაუდებელ განყოფილებაში ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს და აქ რაღაცნაირად აი ეგ იმდენად, ანუ არ ვიცი, შეიძლება მე არ ვიცი ხა ყველა კლინიკაში, ანუ აქ როგორ არის და რანაირად არის, მაგრამ თითქოს აი უფრო დამენეჯმენტების საკითხის პრობლემაა რა. ანუ იქ რაღაცნაირად გრძნობ, რომ სრული პროცესი ესე შეკრულია. და აი აქ როგორ არის ხა თქვენი გამოცდილებით თქვათ იქაც სადაც წლები იყავით და მუშაობდით არა საქართველოს გულისხმობ თქვათ საზღვრებს გარეთ, აი მაგას როგორ შეადარებდით ერთმანეთს? თქვენ ახლა ძალიან კომპლექსური კითხვა დასვით. რაზეც ალბათ მე ვერ გაგცემთ პასუხს ასე მარტივად. აქ ძალიან ბევრი შემადგენელია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის პაციენტების უნდობლობა ქართველ ექიმების მიმართ. რით არის ეს გამოწვეული, გასარკვევია. ხო, ექიმები კარგი ყავს გადაწყვეტილებ ბოდიში. ერთი მხრივ ეს არის ალბათ ექიმების ბრალიც. ცოტა სუმუშაობთ პაციენტებზე, უფრო მეტი დამაჯერებლობა უნდა გქონდეს, უფრო მეტად გახსნილები უნდა ვიყოთ, უფრო მეტად ვესაუბროთ პაციენტებს და აუხსნათ რა და როგორ და რანაირად უკეთდებათ. მეორე მხრივ ახლა ზოგადად საგანმანათლებლო პროგრამები უნდა ტარდებოდეს მასიურად და ჩვენს მოსახლეობას უნდა უხსნიდეთ რა შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს საქართველოში და რა შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ ამას და მიზეზსაც უნდა უხსნიდეთ. რატო ვერ ვაკეთებთ აქ? და ძირითადად ეს ტექნოლოგიური პრობლემა კი არ არის, სხვადასხვა მიზეზებია. წეგნაცავ თქვი, პირველ რიგში ეს არის ძვირადღირებული მომსახურება, ძვირადღირებული ტექნოლოგია, რომელსაც სჭირდება ძალიან მაღალი ფინანსური ხარჯები და დღეს რაღაც ჩარევებში ეს უზრუნველყოფა არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს, კი. არ არის რამდენიც უნდა იყოს. ამიტომ ასეთ კომპლექსურ კითხვას უნდა კომპლექსური პასუხი მართალი ბრძანდებით, სწორი მენეჯმენტი უნდა იყოს, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი და რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველამ უნდა ვეცადოთ, ავამაღლოთ ნდობა ჩვენი პაციენტების, ჩვენ ექიმების მიმართ. და როგორ შეიძლება ეს საკითხები გადაწყდეს, აქ უკვე ცალკე თემაა, მაგას ალბათ სპეციალისტები უნდა დავჯდეთ და ვისაუბროთ ამის თაობაზე. მოდი მედიცინის გარშემო ვისაუბროთ, ეხაც ერთი კითხვა მაქვს, რაც მაინტერესებს. თუ გახსოვთ პირველი პაციენტი, რომელსაც დამოუკიდებლად გაუკეთეთ ოპერაცია? ღამეს ვიყავი მორიგე. ხო და ერთდროულად რამდენიმე პაციენტი შემოვიდა. ანუ урგენტული ოფთალმოლოგიის დეპარტამენტში ვმუშაობდი. ახალგაზრდა ექიმები ზოგადად იქ იწყებენ მუშაობას და შემოიყვანეს ორი შემთხვევა იყო იმ ღამეს. ერთი იყო ბავშვი 12 წლის, რომელიც იყო წასული სათევზაოდ. და ანკესი რომ მოისროლა, ის კავი, რაზეც ჭიაყელა იყო წამოგებული, თვალში გამოვედო და თვალი გახვრიტა. ხო და მამამ ისაქნა გადაჭრა ეს და მოიყვანა ბავშვი თვალში ანკესის ხო გაყრილი. და მან პრობლემა ის იყო, რომ ამ ანკეს ვერ ამოიღებ იქიდან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ეს კავი ისეთია, რომ შედის, უკან ვეღარ წამოიღებ. ან ერთადერთი ვარიანტია გაატარო და ისე გაიყვანო, როგორც გადიოდა. ხო და ჩვენ ინსტრუმენტი, ახლა მიკროინსტრუმენტი გვაქვს და როგორ გადაკონებთ იმ სისქემეტალს, შანსი არის. და მე დავიწყეთ ძებნა ინსტრუმენტის, რომელთაც შეუძლებდით მეტალის კავის გადაკონებას. და გამოვიძახეთ ვიღაც სანტექნიკოსები, ვიღაცები, იმიტომ რომ სტერილური ინსტრუმენტი არ ქონდა. ეს ინსტრუმენტი რა თქმა უნდა ჭუჭყიანია, როგორ გავასტერილოთ ასეთ პირობებში, არ ვიცით, ჩავაგდეთ სახარში, მერე ქლორგექსიდინში, მერე სპირტში, ასე შემდეგ და გადავკონდეთ როგორც იქნა ეს ანკესი. ხო და ეს წვერი გამოვივეთ. ხლა იფიქრებთ, რომ ალბათ დაბრმავდა ეს ბავშვი, იმიტომ დიდი ის იყო კავით, სერიოზული ძალიან დიდი და თვალისთვის რა თქმა უნდა დიდი, თორე ისე პატარაა. ხო და მერე ჩაუტარეთ ოპერაციები, მე
ვიღებდი ამაში უშუალო მონაწილეობას, რამდენიმე ქირურგი მუშაობდით. 3-4 დღის შემდეგ ბროლიც გამოუცოლეთ ამ 12 წლის ბავშვს, რა თქმა უნდა ოპერაცია ნარკოზით კეთდებოდა. ხო და გავწერეთ რა 3-4 დღეში გაიწერა, დაუნიშნეთ სათანადო მკურნალობა, წვეთები, ინექციები და ასე შემდეგ, რომ ინფექცია შეჭროდა. ხო და 10 წელი გავიდა ეს დამავიწყდა ეს სიტუაცია რა და 10 წელი გავიდა და ვიღაც მაღალი ახალგაზრდა კაცი მოდის და შორიდან გამოქანდა და ჩამეხუტა მეთქი. ვინ არის რა უნდა და მე ის ბავშვი ვარო გახსოვთ თქვენ რომ ბედოლობა დღემდე მაქვსო დავოჯახდიო ცოლშვილი მყავსო ისა და დიდი მადლობა და ასე შემდეგ ისეთი გახარებული ვიყავი ეს იყო ერთ-ერთი ჩემი პირველი ოპერაცია რომელიც ასე დავამახსოვრდა. გამოკეთილად დაგახსოვდა. რა თქმა უნდა და ასეთი შემთხვევის შემდეგ მე აღარ გიჩდება არავითარი სურვილი შეიცვალო ან სპეციალობა არ კი ნამდვილად. და მეორე შემთხვევა იყო ასეთი ქალბატონი მოიყვანეს ორივე თვალით ბრმა 107 წლის და ოჯახის წევრები ამბობდნენ რომ აი რამდენიმე წელია ვერ ხედავსო ხელით დაგყავს იქნება რამე უშველოდ და არ მეგონა რომ რაღაც შედეგს მივიღებ და უთხარი რომ არ ვიცი მეთქი ამდენი წელი ბრმა იყო და რა ვიცი რა შედეგი გამოგვივა არ ვიცი მაგრამ თუ სურვილი გაქვთ მეთქი კი ბატონო, ჩავატაროთ ოპერაცია. სხვათა შორის პაციენტებს ძალიან უყვართ ასეთი სიტყვა მედიცინაში, რა გარანტიები მაქვს. ხო, გარანტიები. ხო, გარანტია. ახლაც მინდა აღნიშნო, რომ ექიმი, რომელიც პაციენტს მისცემს გარანტიას, იტყუებ. გარანტია შეიძლება მოგცეს მხოლოდ უფალმა. კი. ექიმი გარანტიას ვერ მოგცემს. იმიტომ რომ არის რისკის დონე მოხდეს გართულება. აბსოლუტურად ჯანსაღ სიტუაციაში შეიძლება ყველა შემთხვევაში. ხო, სტანდარტულ შემთხვევაში მოხდეს გართულება. ერთ-ერთი გართულების სიხშირეა დასათვლელი. აი ზუსტად მასე პასუხს რომ იცით რა, გარანტიას არ იძლევა მედიცინა. მედიცინა გაძლევთ სტატისტიკას. კი, ეგრეა. ამ ოპერაციის დროს ამ გამოცდილების ექიმთან სტატისტიკურად არის 0.1% ჩარევა. ამ ოპერაციის დროს სტატისტიკურად თუ გამოცდილება ექიმიას აქვს მაგალითად 5 წლიანი სტატისტიკურად გართულება შეიძლება მოხდეს 5% და ასე შემდეგ. და მე თვითონ პაციენტი ზოგადად ურთიერთობა პაციენტთან ასე ყალიბდება რა რომ პირველ რიგში ნდობა უნდა გაუჩნდეს პაციენტის მიმართ. კი. და პასუხისგებლობის თემაც არის ალბათ. ხლა რა არის იცი ხან მოდის პაციენტი ისეთი უკვე აგრესიულად განწყობილი რანაც ვისაუბრე ინტერნეტში დიაგნოზი დაისვა უკვე და იცის და მოდის შესამოწმებლად. ძალიან ხშირად მოდის პაციენტი 4 ექიმი 5 ექიმი გამოვლილი ყავს და მოდის შესამოწმებლად ამა რომელი ექიმი და ხშირად უთქვიათ აი მოვედი თქვენთან გამსინჯეთ გავსინჯი. აბა რა დიაგნოზი ვეუბნე. ხო აი იცით რა იმ ექიმთან ვიყავი იმან ესე მითხრა და იმასთან ვიყავი იმან ისე მითხრა და აბა რას მეტყვით თქვენ. ასეთ შემთხვევაში ხლა სურვილი გაქვს რომ უთხრე იცი რა ბატონო, მოდი თქვენ გადაწყვიტეთ რა, ვისთან და როგორ. ხო. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ამის უფლება, რომ პაციენტს წავეიაზმოთ, აგრესიულად ვესაუბროთ. იმის მდგომარეობაში ცხონდა შევიდეთ. მენის ვალდებულება გვაქვს აუცილებლად. რა ხან ჩვენ ავირჩიეთ ეს პროფესია. ჩვენ უნდა, რა თქმა უნდა, ის ადამიანი ისედაც დათრგუნულია. იმას პრობლემა აქვს თავისი, რომელიც რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად ძალიან თრგუნავს. და ჩვენ ვართ მისთვის გადარმრჩენი რგოლი, რომელსაც ეჭიდება. ხო და ამაში უნდა დავეხმაროთ რა თქმა უნდა. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ რა მორალური და ემოციური ძალისხმევა გვაქვს ექიმებს, რომ ამას ყველაფერს გავუძლოთ. ჩვენ წარმოიდგინეთ, რომ მიიღებთ 20-30 კაცს დღეში კონსულტაციას და ყველას რომ თავისი პრობლემა აქვს და ყველაფერს ამას გადმოგანთხევს შენ და შენ ეს ყველაფერი იძულებული ხარ რომ მოისმინო აღიქვა, იმიტომ რომ არ მოусმინო ის პაციენტი ფიქრობს, ზედაპირულად მომისმინა, ეს ექიმი არ ვარგა, მაგრამ პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ვიღლები და ჩვენც ემოციები გვაქვს და რა თქმა უნდა. იცით რა, ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი. თუ პაციენტისგან აგრესია მოდის, კი, მივიღებთ ამ აგრესიას, მაგრამ ხო გინდათ ჩვენთან იმკურნალოთ. ხო მოხდეთ იმისთვის, რომ იმკურნალოთ. აგრესიას ნუ გამოხატავთ. მაშინ არ მექნება მე სურვილი ისე მოგემსახუროთ, ისე მოგეპყროთ, ისეთი დახმარება გაგიწიოთ, რომ რაღაცას ვითრგუნებით ჩვენც ექიმები. ამიტომ ორხრივი უნდა იყოს ეს პატივისცემა და
ურთიერთობა. ცხადია კი, ყველგან ყველაფერში ორმხრივობა ძალიან მნიშვნელოვანია. პაციენტთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, აი წეგან რომ თქვით, რომ თქვათ განწყობასთან დაკავშირებით, აი გარანტიებთან დაკავშირებით თქვათ, ხო არ არსებობს გარანტიები, ახლა შეიძლება რაღაც შემთხვევა იყოს, რომ წესით ყველაფერი რიგზე უნდა იყოს და კარგად უნდა დასრულდეს ყველაფერი, თუმცა შეიძლება იქ იყოს გართულება. მაგრამ რაღაც რთული შემთხვევა რომ ავიღოთ, სადაც თქვათ გართულების რისკი, ну აი ვთქვათ დიაბეტი, ვისაც აქვს ხო, ვთქვათ მასთან დაკავშირებით თუნდაც ახლა დიაგნოზის ნაწილში რო გადმოვიდეთ, ხო რაღაცა გართულებები შეიძლება უფრო მეტი იყოს. თუმცა რეალობაში შეიძლება პირიქით სხვანაირად მოხდეს. ანუ რთული პაციენტი არ გართულდეს, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივი და სტანდარტული პაციენტი გართულდეს. აი ესენი როგორ იხსნება ხოლმე? ანუ მანდ პაციენტის თქვათ პლაცებოს ეფექტი მუშაობს, განწყობის თეორია მუშაობს და ეგ არის განმაპირობებელი თუ რამე სხვა? ყველა ჩარევას, ხო, ყველა დაავადებას, ყველა დიაგნოზს აქვს თავისი კურნალობის ეგრეთ წოდებული გაიდლაინი. იმ გაიდლაინებში არის გათვალისწინებული ბევრი ექიმის, სპეციალისტის გამოცდილება, შედგენილია, დამტკიცებულია შესაბამისი ორგანოების მიერ და იმ გაიდლაინშია გაწერილი ყველა ვარიანტი, რაც შეიძლება მოხდეს, გართულება არის თუ არა გართულება არის და როგორ უნდა მართო. თუ პაციენტი გართულდა, არის გაწერილი სპეციალური სქემები, როგორ უნდა უმკურნალოთ, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამ გართულებიდან და მინიმალური ზიანი მივაყენოთ პაციენტს. არის ფატალური შემთხვევებიც ხდება ესეთი ყველაფერი, რაც გინდა გააკეთო, რაც გინდა გაიდლაინი გამოიყენო, რაც გინდა ჩარევა გააკეთო, მაინც ფატალურად სრულდება. ასეთი შემთხვევებიც არსებობს. ხო და ეგენი რითი იხსნება ხოლმე ბატონ გიორგი? იხსნება რას გულისხმობ? აი გულისხმობ თქვათ ადამიანს, რომელსაც თქვათ რაღაც მედიკამენტზე ან იმაზე არც ალერგიული რეაქცია არ უნდა ქონდეს, არც რაიმე გართულება, ანუ ასე ვთქვათ, ჯამრთელი ადამიანი, მაგრამ აქვს ერთი რაღაც კონკრეტული პრობლემა, მაგრამ შეიძლება გართულდეს რეალურად და ეს პრობლემა მიდან სადღაც წახვიდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს გართულებები ავირიდოთ, თუ პაციენტს ალერგიულია, ვიკვლევთ ალერგიულ სინჯებს ვაკეთებთ, თუ არ გამოვიყენოთ ის მედიკამენტი. თუ რისკია იმისა, რომ ინფექცია განუვითარდეს, უნიშნავთ ანტიბიოტიკებს. თუ რისკია იმისა, რომ მაღალი წნევა ქონდეს და სისჩაქცევა დაემართოს, ან გამათხევადლებს უხსნით, ან უნიშნავთ სპეციალურ პრეპარატებს, რომ ეს არ მოხდეს. ანუ ბევრი ასპექტია, ბევრი მიმართულება, რაც წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ ექიმებმა, რომ თავიდან ავირიდოთ გართულებები. მაგრამ მად მეორეა მნიშვნელოვანი. მე არ მეგულება ექიმი, რომ არ ქონდეს რაღაც პრობლემა გართულების მხრივ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ამ ექიმმა უნდა იცოდეს როგორ მართოს ეს გართულება. რეაგირება მე რა ამაზე. თუ ექიმმა იცის როგორ მართოს ეს გართულება, ხო ძალიან კაია, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა ექიმია, რომელმაც არ იცის, იმას გონია რომ დაიწყო ახლა მოღვაწეობა და ყველაფერი წავა გართულების გარეშე. ამიტომ აუცილებელია ახალდამწყებ ექიმს ქონდეს ზურგი ძლიერი. ანუ იმ კლინიკაში უნდა ყავდეს ვიღაცა ძლიერი ექიმი, ვინც მართავს სიტუაციას, ასწავლის, ანახებს და სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ეს დაკარგულია, ეს გაწყვეტილია ეს. ახალგაზრდა ექიმები თვლიან, რომ შეუძლიათ თვითონ მართონ, თვითონ უმკურნალონ, არ გაითვალისწინონ უფროსი კოლეგის გამოცდილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან ცუდია. ამას, რა თქმა უნდა, მენეჯმენტი უნდა არეგულირებდეს, ჯანდაცვის სისტემა უნდა არეგულირებდეს. ისე ხო არის დაყოფილი უმცროსი ექიმი უფროს თუ ეს არ არის ვთქვათ უფლებების შიგნით არ არის შეზღუდული ველური მედიცინა. აი ეს არის ჩემი დასკვნა. სანამ ეს ველური მედიცინა არ დაალაგდება სტრუქტურულად, აი თქვენ თქვით, რომ უცხოური ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპაში, აი მოდელია ძალიან კარგად, ხო, აი თვითონ მოდელი. ხო, მოდელი, ხო. იქ გათვალისწინებულია ბევრი რაღაც. ჩვენთან სამწუხაროდ არის ისევ ველური მედიცინა. კი ჯანდაცვის სამინისტრო გვაკონტროლებს, მაგრამ გადაქცეულია დასჯის მექანიზმად. ანუ ექიმები მუშაობენ შიშის ქვეშ. და არასწორია. მთელი სისტემა უნდა იყოს მეგობრულად აწყობილი. ჯანდაცვის სამინისტრო მეგობრულად უნდა იყოს განწყობილი, ექიმები
მეგობრულად უნდა იყვნენ განწყობილი პაციენტის მიმართ, პაციენტები ანალოგიურად. პაციენტი რომ მიდის ექიმთან, მიდის იმიტომ რომ შველას ითხოვს. ხო. და თუ აგრესიულად მივა თავიდანვე და უარყოფითად განწყობილი, რამდენიც ანტიბიოტიკი დაუნიშნო და რამდენიც უნკურნალო, ის მაინც არ განიკურნება. რატო? ხო, აი მაგას უარყოფითად არის. ხო, აი მაგას ვიძახდი წეღარას კითხეთ, რომ ეს რაღაცნაირად ეს განწყობის თეორია მაინც ყველგან მუშაობს და ყველაფერზე აისახება. ალბათ ეგრეა, ხო? რა თქმა ანუ როგორი განწყობითაც მიდიხარ, ის რაღაცა პროცესი ისე მიდის. პატრონის თანამშრომელი რო გაჩერებს. ხო. მოვადეთ ფანჯარას ჩაწევან, გადამოხდები და დაუწყებ თავიდანვე ჭხუბს. ის რო განეწყობა შენს მიმართ უარყოფითად და იცის რომ შენ ახარ აგრესიული უნდა დაგსაჯოსდას. თუ გაუღიმებ, მიესალმები, ეტყვი რომ დიახ ბატონო, აი შეიძლება რაღაც დავაშავე, მაგრამ ამიხსენით რა დავაშავე და მეც აღარ ვიზავ და ასე შემდეგ და დავიბერინ და იმდო მომივიდა. განწყობაც სხვა იქნება და აღარც ჩამოგართვებს იმ მართვის უფლებას, აღარც დაგაჯარიმებს. შეიძლება ჯარიმაც არ დაგიწეროს. ხო, შეიძლება ჯარიმაც არ დაგიწეროს, მიხვდეს რომ შენ გონება ადეკვატური ხო, ადეკვატური ხარ, გონება მოყვება და არ უღებ სპეციალურად და რაღაც მოხდა. ამიტომ ან ყველგან უნდა იყოს, ერთად უნდა ვიყოთ ჩვენ. ერთად უნდა ჩვენ გვაკლია ერთიანობა. დღეს ყველას მიმართ არის აგრესიული. სანამ ეს აგრესიულობა არ გადაგვივლი, სანამ ერთმანეთს სხვა თვალით არ შევხედავთ, ვიქნებით ცუდად. ვერ წავალ წინ და ჩვენი გზა უნდა იყოს ტაძრისკენ. თუ ტაძრისკენ ჩვენი გზა არ მიდის, ესე იგი მივდივართ, არ ვიცი სად მივდივართ, არსად არ მივდივართ. ეს არის მნიშვნელოვანი. კი. გეთანხმებით. ერთმანეთს თვალებში უნდა უყუროთ თამამად, არ უნდა გვცხვენოდეთ. ჩვენ გადასულები ვართ, აი მოდი იმას წავგლიჯო, მოდი იმას წავართვა, მოდი ახლა ესე ვიქიმს, ახლა საჩივარს დავუწერ და ისა ვაწვალებ, ეგენი ჩვენზე ფულს შეულობენ და ისეთი ის არის ზემოქმედება ძალიან ცუდი. სამინისტრო ცალკე მონდის ჯის აი შენ პაციენტმა იჩიულა რომ არასწორად აი ეგ განყოფილება რეალურად რამდენად მუშაობს, აი ის საზღვარგარეთის მაგალითს რო შევეხოთ, ყველგან არის თითქმის კერძო კლინიკებში პრეტენზიის მართვის განყოფილება ან პაციენტის მხარდაჭერის განყოფილება, მსგავსი განყოფილებები. ჩვენთან რამდენად არის? და მე ვისაუბროთ აი ამერიკულ და ევროპულ მედიცინაზე, ვთქვათ, მანდაც ეს საკითხი აქტუალურია, ვთქვათ, რატოც მოვიყვანე ხა მაგალითი ამერიკულ მედიცინას თუ ავიღებთ, ნუ თავისი ბევრი პლუსებით, თუმცა ყველაფერს აქვს მინუსიც. ერთ-ერთი ხაზი ეგ აქვთ, რომ ანუ გამოდიან მხოლოდ აი პაციენტია ყველაფერი მოკლედ მანდ და კომერციული თემაც არის და ევროპული მედიცინა ვთქვათ უფრო თანასწორობაზეა ორიენტირებული, ხო? ვთქვათ თავისი სხვადასხვა ასპექტებით. აი ჩვენთან როგორ არის ეგ? და მე ვთქვათ ამერიკული თუ ევროპული მედიცინა და რატომ, ანუ რა მოგწონთ ამისი რა მოგწონთ და აი ჩვენთან რას გადმოიტანდით ან რა არის რეალურად? თქვენი აზრი საინტერესო იქნება. უნივერსალური სქემა ალბათ არ არსებობს. ხო. ზოგადად ჩვენ ქვეყანაში სისტემა ცუდი არ არის. ადრე იყო საბჭოთა სისტემა, მერე ეს ყველაფერი დაიშალა. ალბათ საბჭოთა სისტემა არ იყო მთლად კარგი, თუმცა მედიცინა იყო უფასო და ყველას უფლება ჰქონდა მიეღო მომსახურება, მაგრამ ხარისხიანი მომსახურება რომ მიგეღო, უნდა წასულიყავი განსაკუთრებულ ექიმთან და განსაკუთრებულ დაწესებულებაში და როგორც ვთქვით, იქ ფინანსებიც სხვა იყო და ჯიბიდან ჯიბეში იხდიდი. დღეს რა თქმა უნდა ეს სიტუაცია დაალაგებულია. სახელმწიფო მეტნაკლებად უზრუნველყოფს მაღალ ტექნოლოგიურ მომსახურებას, მაგრამ წეღანაც აღნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ ფინანსურად ეს ვერ უზრუნველყოფს მაღალ ტექნოლოგიურ ხარჯებს. და ეს არის გამოსასწორებელი. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად უნდა განიხილოს და ჩაწვდეს ამ საკითხებს. რა თქმა უნდა მოიწვიოს სპეციალისტები და სპეციალისტებთან ერთად განიხილოს ეს. რა თქმა უნდა, ამ განხილვაში პაციენტების უფლების დამცველებიც უნდა ჩაერთვნენ, რომ ერთობლივად მოხდეს ეს, იმიტომ რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა პაციენტის ჯანმრთელობაზეა საკითხი. რომ დავაკონკრეტო ბოდიში გაწყვეტინებთ, თქვენ გულისხმობთ, ვთქვათ, კონკრეტული ოპერაცია, რომელიც აქ არ ფინანსდება და შეიძლება საზღვარგარეთ დაფინანსდა ეს და ამიტომ შეიძლება წავიდეს პაციენტი? არის რაღაცა მიმართულებები, რასაც აქ ძვირია რომ გაიგეთოს, ხო, და საზღვარგარეთ შეიძლება და საზღვარგარეთ ან თვითონ დამოიძიოს პაციენტმა დაფინანსება, ან სახელმწიფომ გაუშვას. და ამ შემთხვევაში
მე ვთვლი რომ ჯობია სახელმწიფომ უმჯობესია სახელმწიფომ გაანვითაროს ეს მიმართულება და ეს ფინანსები საქართველოში დააბანდოს და გაანვითაროს ტექნოლოგია შეიძინოს სპეციალისტებსაც ასწავლოს თუ რამე არა გვაქვს, მაგრამ მე როგორც ვიცი დღესდღეობით თითქმის ყველა მიმართულება არის მოცული, როგორც ტრანსპლანტაცია, ღვიძლის და ასე შემდეგ, გამადანები და კიბოსთან ბრძოლა და ასე შემდეგ, მაგრამ ისევ სისტემური პრობლემა იქნება, ისევ მენეჯმენტის პრობლემა იქნება, კოლეგიალურობასაც პრობლემა გვაქვს კოლეგიალურობაში ჩვენ. მედიცინა ზოგადად არის ჩათვალეთ მე მაგალითად ძალიან მომწონს სამხედროების სისტემა. ანუ არის უფროსი ის განიხილავს ამოცანას, რა ჩარევა უნდა გაკეთდეს, თუ რთული შემთხვევა კონსილიუმი უნდა ჩატარდეს და ასე შემდეგ. დღეს სამწუხაროდ ეს არ ხდება. დღეს ისევ ვიმეორებ არის ველური მედიცინა. აი მაგასთან დაკავშირებით გითხავთ მაშინ აი ვთქვათ დამწყები ექიმი, რომელიც თქვენთან ერთად მუშაობს, თუმცა დამოუკიდებელი ექიმია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ გააკეთოს ოპერაცია, ვთქვათ და ასე შემდეგ. ყველა დეტალში გადაწყვეტილებას მოკლედ თვითონ იღებს. თუ ფიქრობთ ესე მაინტერესებს, რომ შეიძლება იმ დამწყებმა ექიმაც რაღაცა რთული შემთხვევა რომ იყოს, თქვენ რომ გქონდეთ, თუ შეიძლება რომ თქვენს კითხოთ ანალოგიურად, რომ აი ის რას ფიქრობს ამაზე. ანუ მედიცინა და ეს დარგი ვთქვათ ქირურგია ხო გამოცდილება ძალიან ბევრ რამეს გაძლევს. ანუ თითქმის ყველა შემთხვევა გაქვს ნანახი, მაგრამ აი რომ იყოს რამე ისეთი, რაც ვთქვათ თქვენს გამოცდილების მიღმაც არის და რაღაცა არასტანდარტული შემთხვევა. თუ შეიძლება რომ თქვენს კითხოთ აზრი იმ დამწყებ ექიმს, ანუ ხო შეიძლება მასაც რაღაცა ახალი ხედვა გქონდეს, შეიძლება გამოცდილება არა, მაგრამ აი მოკლედ ადამიანი და ექიმი თუნდაც დამწყები, რომელიც რაღაცეებს ზრუნავს, რომ განვითარდეს, იქ ის ნახოს, ეს ნახოს, აი მაგ მხრივაც თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ეხა არ ვიცი რამდენად გეკნებოდა. პრაქტიკულად ყოველდღე, მაგალითად ჩემს დეპარტამენტში, სადაც მე ვმუშაობ, ხშირად ახალგაზრდა ექიმებთან ერთად გავდივართ კონსილიუმს, როცა საინტერესო პაციენტია მაგალითად. პირველ რიგში ვკითხებით თქვენი აზრი რა არის, როგორ ფიქრობთ, რას ხედავთ, როგორ ჩავატაროთ ჩარევა. რეზიდენტებსაც ალბათ ძალიან ბევრი რეზიდენტი ყავთ ახალგაზრდა ექიმებსაც. სუჩართულები არიან ხო? ასე რომ ჩემი მხრიდან მე არ მაქვს მაგაში არ შეზღუდვა, ან ის რომ აი ვიღაცა იფიქრებს რომ უვიცია და ასე შემდეგ. პირიქით, ეს არის მისასალმებელი. მისთვისაც мотиваცია რაღაც ხრივ თქვენ რო ეკითხებით ვთქვათ ხო. მე ვთვლი რომ აუცილებლად უნდა იყოს კონსილიუმი, ადრე როგორ იყო ახლა. მე მაგალითად პაციენტი რო შემოდიოდა ჩემთან დეპარტამენტში, სადაც ვმუშაობდი, მე აუცილებლად უნდა დამეგეგმა ოპერაციის მსვლელობა პროფესორთან გაყოფილების ხელმძღვანელთან. თუ მაგალითად ის არ დამეთანხმებო რა, არა, იცი რა, ესე არ გააკეთოთ, აი ესე ჯობია და მე არ ვეთანხმებოდი. შეიკრიბებოდა რამდენიმე ექიმი და განვიხილავდით სხვადასხვა მეთოდს მკურნალობის. ხო, რატო არ ეთანხმებოდი? არგუმენტირებულად. ხო, ერთი შემთხვევა იყო ძალიან ჩამრჩა გულში რა, რომ შემოვიდა პაციენტი ძალიან რთული შესასრულებელი ოპერაცია იყო, ფერადიკარსი ქონა მოწყვეტილი აბსოლუტურად. და ადრე მეთოდი იყო ესეთი რომ ნახევარი თვალი უნდა გაგეხსნა, ეს ფერადიკარსი უნდა მიგეკერებინა და გართულებების მხრიდანაც ძალიან მაღალი ალბათობა იყო. ხო და ეს პაციენტი რომ ნახა განყოფილების ხელმძღვანელმა მითხრა, ხო კი ბატონო, მიდი გააკეთეთ და აი ეს მეთოდი გამოიყენეთ. კი ბატონო, დავეთანხმე, შევიყვანე საოპერაციაში და უცბად გამახსენდა როგორ კერავები განაკვეთით როგორ აკეთებენ და პატარა 1 მილიმეტრიანი განაკვეთით მოახერხე ამის აღდგენა. ექთანი იყო საოპერაციო ექთანი იყო უფროსი ზედამხედველი ახალგაზრდა ექიმებზე, ვიღაც აკეთებდა და ეხლა კამერებია საოპერაციო, მაშინ კამერები არ იყო და ეს უფროსი ექთნები იყო, ეს კამერები. და ეს ექთანი გაიქცა ხელმძღვანელთან და ეუბნება იქო გიორგი ექიმიო, თვალსო კეპნისო თუ რაღაც ამდაგვარი უთხრა და შემოვარდა ეს ხელმძღვანელი და რას აკეთებდა. რა ვიცი, აი ესეთი გავაკეთე მეთქი რა და მე რო გითხარი ისე რატო არ აკეთებდა, ჩავთვალე რომ ის უფრო მეტ ტრავმას მიაყენებდა თქო. კაიო, დაამთავრე ეხლაო და აი მე ხვალე მე შენ გაჩვენებ ეს.
მართლაც მეორე დილას შემოვლა აქვს ამ პროფესორს და ვანახება ის პაციენტი და ვანახე. უყურებს და ესეო ის პაციენტი არ არის და არა ის პაციენტია მე. როგორ უკაცო იმას ნახევართვალი გარღვეული ქონდაო და როგორ მოახერხე გაჭრის გარეშეო შენ მატყუებო რაღაცასო და მთელი ის ჩაატარეს გამოძიება ვიღაც ექიმი ხო არ გვატყუებსო. ხო. ბოლოს დარწმუნდნენ და მოიწონა. არ მეგონა ნამდვილად რომ ესეთი რაღაცა შეიძლება და მაგაზე გამოგონებაც გავაკეთეთ, გამოგონება დავაფიქსირეთ, პატენტიც არის მიღებული მაგაზე. ამიტომ მიჩვეული ვარ მე ასეთ კოლეგიალურ მიდგომას. ხო და სამწუხაროდ საქართველოში დღეს მოკლებული ვართ ამას. ყველა ექიმი თვლის რომ ის არის განსაკუთრებული და ერთადერთი და შეუძლია დიაგნოზის დასვას ჩარევაც გააკეთოს თავად, მაგრამ ის უნდა გვავიწყდება რომ როცა კონსილიუმია და როცა ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, პასუხისგებლობაც ერთობლივია. ანუ ექიმს არ აწვება ზედ ის არც მორალური, არც იურიდიული პასუხისგებლობა ასეთი და რაღაცა რომ მოხდება და მერე იწყება ვაი მიშველე და ვაი ისა, ეგ არის საშინელება. და ეს გამოსასწორებელი, ესეც სისტემური თემაა. ანუ უნდა იყოს გაწერილი ეს ხო. ჯანდაცვის სისტემაში, რომ კონსილიუმი აუცილებელია, რომ პასუხისგებლობა უნდა გაინაწილო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ მეორე მომენტიც არის, დღეს ყველა გადაწყვეტილებაზე და ყველა ჩარევაზე და შეცდომა იქნება თუ რაც იქნება, პასუხისგებელია მხოლოდ ექიმი. არავითარი პასუხისგებლობა არ ეკისრება არც ერთ სხვა მხარეს. არც დამქირავებელს, არც სამედიცინო, ეხლა ისეთ რაღაცას ვამბობ, რომ შეიძლება სამსახურიდან გამიშვა. მაგრამ პასუხისგებლობა უნდა იყოს გადანაწილებული ყველაზე. კი. ნამდვილად ხო. ხო, სანამ ეს არ იქნება, აი ვიქნებით ესეთ ველურ მედიცინაში. ანუ დამქირავებელს არ აქვს არანაირი ინტერესი, ექიმები ბევრნი ხართ და დღეს ერთი რომ წაგართვა ლიცენზია რაღაც პატარა შეცდომის გამო. თან ის გასარკვევი იქნება დღეს სტრუქტურულად როგორ არის ექიმს თუ რაღაცა ვიღაცა მოჩილა. ის იმიჯზეც ხო მაინც ხო, მაგრამ იმიჯი ახლა ისეთი დანაკარგი თლათ არ არის. თლათ ისეთი დანაკარგი არ არის. გამოსწორდება ეგ მერე, მაგრამ აი ექიმს ლიცენზიას რო წაართმევენ, მაგის გამოსწორება უკვე პრობლემაა. ვერ გამოასწორებ. ან წლები ართმევენ, ან სამუდამოდ შეიძლება ჩამოართვან და ასე შემდეგ. და ხშირად შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს მარტო ექიმის დანაშაული არ არის, ეს კომპლექსური პრობლემაა. კი, ნამდვილად. კომპლექსური, კი, ეგრეა. და ამაში აღარავინ აღარ ერკვევა. ექიმს ჩამოაწერეს და კარგად იყავით. ხო? ასეთი რამ არის. თან რისკები მედიცინაში მაინც არის. რა თქმა უნდა. და ძალიან ზღვარზე შეიძლება გაიაროს ექიმმა. რომ აი საზღვარგარეთ ეს ყველაფერი გათვლილია. კი. იქ სისტემა დაინტერესებულია თავისი ექიმი, თავისი ორგანიზაცია იყოს აბსოლუტურად დაცული, პაციენტი იყოს აბსოლუტურად დაცული და მიიღოს გაწერილი სტანდარტით მომსახურება. და არ შეიქმნას ასეთი კონფლიქტები. კი, მასია ნამდვილად. მოდი ტექნოლოგიებზე გადავიდეთ. ზოგადად ტექნოლოგიებმა ყველა სფერო შეცვალა ასე თუ ისე, უფრო ხარისხობრივად ვთქვათ, მაღლა ავიდა. აი ოფთალმოლოგიაში რა როლი აქვს ტექნოლოგიებს? ნუ ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ მეც ახლა რაც ვიცი, ოფთალმოლოგიაში ძალიან ბევრნაირი ტექნოლოგია არსებობს და მისი სიზუსტე რამდენად მნიშვნელოვანია, ვთქვათ, დიაგნოზის დასმის პროცესში, ანუ ამ მხრივ რა არის, რა ცვლილებაა და თუნდაც ქირურგიულ ნაწილში ოპერაციის გაკეთების დროს რა როლი აქვს ანუ ტექნოლოგიებს კონკრეტულად ოფთალმოლოგიაში რომ ვისაუბროთ. აი ბოლო პერიოდში როგორ შეიცვალა ვთქვათ ეს ტექნოლოგიები თქვენი ხედვით? ისტორიიდან დავიწყოთ, ესე იგი ძველი ეგვიპტის პერიოდშიც კი არის ნახსენები თვალის ოპერაციები. რამდენიმე ათეული წლის წინანდელი ინფორმაციით თვალზეც აკეთებდნენ და თვიზეც აკეთებდნენ ოპერაციას, მაია და აცტეკი და ინკების და ასე შემდეგ. ეს ისტორიულად რა. იმის შემდეგ რა თქმა უნდა ბევრი წელი გავიდა. ხო, წავედით წინ. ალბათ კიდე უფრო წინ წავალთ. ბოლო ალბათ 50 წლის განმავლობაში ძალიან კოსმოსური ნაბიჯებით გადაიდგა განვითარება მედიცინაში. ტექნოლოგიებმა და ტექნიკამ ძალიან შეგვიწყო ხელი.
ну, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ოფთალმოლოგიაში, იმიტომ რომ ადრე თვალის შემოწმება იყო მხედველობის შემოწმება, რამდენ ნიშანს წაიკითხავდა პაციენტი, რაღაც მარტივი სათვალეები, კი. სარკით ამოწმებდით ფსკერის რეფლექს, ჩახედვა შეგვეძლო. დღეს რა თქმა უნდა, იმდენი და ისეთი აპარატურა გვაქვს წარმოდგენილი და დამხმარე, რომ ექიმის ვარ გჭირდება თვითონ დასვავს ხელოვნური ინტელექტი დიაგნოზს უკვე აქავართ მისულები. ანუ ეს არის კომპიუტერული ტომოგრაფები, ავტორეფერატომეტრები, რქონის გასაზომი აპარატები, რამსის კი არ ქოვანა, როგორი აბერაციები აქვს, როგორი ასტიგმატიზმი აქვს, ყველაფერი აბსოლუტურად შეიყვან პაციენტს, დასვა კომბაინივით არის, ხო, ეგ პირველი სხვათა შორის ფედოროვმა მოიგონა კომბაინის სისტემა დიაგნოსტიკაშიც და ქირურგიაშიც. და ალბათ ერთი მხრივ ცუდი იყო, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მილიონობით ხალხი იყო ბრმა კატარაქტის და გლაუკომის გამო. და მაგან ძალიან წინ წაწია ოფთალმოლოგია და მედიცინა კონკრეტულად. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც კატარაქტა ვითარდებოდა 50 წლის შემდეგ, ფაქტიურად 50 წლის შემდეგ ყველა იყო ბრმა და პენსიაზე უნდა გასულიყო და სახელმწიფოს უნდა ენახა ეს ხალხი. და სახელმწიფო დააფინანსა ჯანდაცვა ოფთალმოლოგია, რომელმაც თვალი აუხილა. კვიანურად. თვალი აუხილა. ხო და ეს ადამიანი პროფესიონალია, ხო, ბევრი რამე იცის და კიდე იმუშავებს თითქოს და გაზდის ახალგაზრდებს და ასე შემდეგ. დიაგნოსტიკაში რა თქმა უნდა ძალიან წინ წავედით, ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან მალე შეიძლება ექიმები ყველა ჩაანაცვლოს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ჩაანაცვლებს. ხო, აი ეგ მაინტერესებს. ხო, ბოლომდე მაინც ვერ დამხმარე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი ინდივიდუალურია რა და მაინც ესეთი ხელოვნება, ექიმობა არის ხელოვნება. ეს არის ღმერთის მიერ ნიჭებული რაღაც. ხო, ხატვარი ხო ხატავს არა, მაგალითად. კი. იგივეც ექიმია. ხო, ანუ მოწოდებით მოწოდებით უნდა იყოს მეც რაღაცნაირად მათ პროფესიასთან. რამდენიც არ უნდა ანალიზი გააკეთოს იმ ხელოვნურმა ინტელექტას, შეიძლება არ დაემთხვას ეს იმ რაღაცას და აი მე-6 გრძნობა თუ მე-7 გრძნობა შიგნიდან გარნახობს, რომ ესე არ უნდა გააკეთოს, სხვა რაღაცნაირად. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა. ანუ ერთის რო შეიძლება ცუდიც იყოს, ანუ რაღაცა არასწორისკენ წახვიდე, თუ საერთოდ ჩაიხსნები და მხოლოდ ტექნოლოგიებზე იქნები, ხო? რა თქმა უნდა, არ შეიძლება მხოლოდ ტექნოლოგიებზე დაყრდნობა, მაგრამ დღეს იმას რო უყურებ, რა ქვია, მარშრუტს რო გაჩვენებს Google Map-ი ან რაღაცა, ხო? შეიძლება ისეთ გზაზე შეგიყვანოს, რომ სულ დაიგარგო. დღეს დილას. ხო. ხო და ამიტომ არ უნდა ისე, არ ბოლომდე არ შეიძლება, მაგრამ აი ჩამონათვალი, ეხლა მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში ძირითადი დიაგნოსტიკური საშუალებები ერთ-ერთი საუკეთესო არის ნაიდეკის კომპანიის სხვა კომპანიებიც რა თქმა უნდა წარმოდგენილია, მაგრამ ნაიდეკი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს ძალიან მაღალ ხარისხიანი აპარატურა და ძალიან გვეხმარება ეს აპარატურა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ისევ ექიმმა უნდა მიიღოს თავისი გამოცდილები და ცოდნიდან გამომდინარე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიები ისე შორს წავიდა, რომ დღეს მაგალითად ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ხედველობის რეფრაქციული მანკები ჰქონდა, ჩვენ შეგვიძლია ჩაუტაროთ ურნალობა როგორც ქირურგიული, ასე თერაპიული, ასევე სათვალით, ასევე კონტაქტური ლინზებით და შეიძლება რეფრაქციას გულისხმობთ, რაც გაიხსნა ხავერში. შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ ხედავდა კარგად და ამ ჩარევის შემდეგ 100%-იანი მხედველობა მიიღოს, ასეთი შემთხვევებიც არის. დღეს ჩვენთან ავერსის კლინიკაში ვატარებთ ოპერაციებს. კატარაქტის დროს შეგვიძლია პაციენტს დაუბრუნოთ ხედველობა, გამოიყენოთ სპეციალური რეფრაქციული მულტიფოკალური ბროლები, რომელიც გვაძლევს საშუალებას საერთოდ მოუხსნათ სათვალე, შორსაც, საშუალომაძეს და ახლოსაც ეს პაციენტებში, რომელსაც აღენიშნება კატარაქტა, ეს დაახლოებით 45 და ზევით ასაკია. ახალგაზრდებში 18-დან 25 წლამდე ასაკში რეფრაქციული მანკები თუ აქვთ, ან ასტიგმატიზმი, ახლოს ხედველობა, ან შორს ხედველობა, შეგვიძლია ჩაუტაროთ რეფრაქციული ოპერაციები და მინდა აღვნიშნო, დღეს ავერსის კლინიკას აქვს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ტექნოლოგია, ლენტიკულარული ქირურგია, ეს კომპანია CAIS-ის მიერ წარმოდგენილი Smile
რეფრაქციული ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ძალიან სწრაფად მინიმალური დისკომფორტით გამოწვევით პაციენტისთვის აღუდგინოთ ხედველობა ახლო ხედველებს, ასტიგმატიზმით და ეხლა ცოტა მარტივად რომ გაიგონ თქვა პაციენტებმაც ასაკობრივი შეზღუდვა რა იყო ქვედაზღვარი 18-დან 45 წლამდე. 45 წლამდე, ხო, 45 წლამდე. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა 18 წლამდე ასაკში შეიძლება მოხდეს ეს ჩარევა, არის რაღაც ჩვენებები ალბათ. ჩვენებები, ხო, როცა შესაძლოა ეს გაკეთდეს, შესაძლოა კი ჩვენებაა პირდაპირ, რომ ეს ხო, საჭიროა, იმიტომ რომ მე სხვა პრობლემები ამას თუ აფინანსებს სახელმწიფო. სამწუხაროდ სახელმწიფო არ აფინანსებს, თუმცა მე ვთვლი, რომ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ეს ჩარევა თუ არ გაკეთდა პაციენტს დააზიანებს ეს, განუვითარდება მე სხვა რაღაც დაავადებები, რომელიც გამოიწვევს სიბრმავეს. რაღაც იმეებში, ჩარევებში, რაღაც შემთხვევებში სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს. ასევე სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს რქოვანის გადანერგვის ოპერაციებს. რაც სამწუხაროდ დღეს არ ფინანსდება. რატომღაც ითვლება, რომ ეს პლასტიკური ოპერაციაა და პაციენტები გარბიან საზღვარგარეთ და საბოლოო ჯამში მაინც იქ იღებენ დაფინანსებას რაღაც სხვადასხვა წყაროებით. ეს ძვირადღირებული ჩარევაა. ასევე მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ბადურის სხვადასხვა დაავადებებს, როგორც კონსერვატიულს, ასევე ქირურგიულ ჩარევებს, ბადურის ჩამოცლებს, დიაბეტურ რეტინოპათიებს და ასე შემდეგ. ანუ უმაღლეს დონეზე ტარდება როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა, გინდ ლაზერით, გინდ ქირურგიული ჩარევით. ძალიან მეგობრულად ვართ პაციენტების მიმართ განწყობილი. მე ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა მაქვს და ასეთი განწყობა მაქვს. თუ შეგვიძლია რამით დავეხმაროთ პაციენტს, აუცილებლად ხმარებით, აუცილებლად თავაზობთ ჩარევას და იმედი მაქვს, რომ მოგმართავენ და კმაყოფილები იქნებიან. მეც ავერსის კლინიკის პაციენტი ავერსის კლინიკის ვარ, როცა რამე მჭირდება ძირთად. მანდ მაგ ხომ შეხედა, ნუ პაციენტის გადმოსახედიდან რო ვთქვა, რაღაცნაირად აი დაალაგებულად არის ყველაფერი, მოწესრიგებულია ძალიან და ტექნოლოგიებზე ხა რაც ახსენეთ, თქვა ტექნოლოგიურადაც, რადგან დღეს ხა თქვენ ავერსის კლინიკაში მუშაობთ, რო ვისაუბროთ, მართლა ყველანაირი აპარატურა არის თითქმის და აქვთ პაციენტებს შესაძლებლობა, რომ რაც სხვა ქვეყნებში არის, იგივე მიიღონ, თქვა აქაც. აი მე მაინტერესებს თუ ყოფილა რაიმე ისეთი ტექნოლოგია დადიხართ ხოლმე კონფერენციებზე საზღვარგარეთ, ნახულობთ რაღაცებს, ეცნობით სიახლეებს, რა ხდება, თუ ყოფილა რაიმე ისეთი ტექნოლოგია, რაც არ არის ჯერ საქართველოში. და თქვათ მოგეწონათ და ინტერესით და ასე შემდეგ. თუ გაქვთ ყველაფერი, რაც გინდათ. მე მინდა აღვნიშნო, ნუ რახან ავერსზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანია არის ერთ-ერთი საქართველოში, რომელსაც ვფიქრობ, სწორი მიმართულება აქვს განვითარების მხრივ. ავერსის დამფუძნებელი არიშურებს არც ფინანსებს, არც ყურადღებას, რომ უახლესი ბოლო ტექნოლოგიები დაინერგოს ჩვენთან და ამაზე ძალიან მადლობელი ვარ. სხვა მიმართულებებით გარდა ოფთალმოლოგისა, სხვა მიმართულებებიც ვითარდება. სიზარღონი ქირურგია ძალიან არის განვითარებული ჩვენთან. სტომატოლოგია ვითარდება, ლაბორატორია ხო საერთოდ უმაღლეს დონეზეა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მენეჯმენტია ძალიან სწორად აწყობილი სხვებთან შედარებით. იდეალური მენეჯმენტი არსად არ არსებობს ალბათ, რაც ყველას მოგვეწონება. მაგრამ გამორჩეულია, რა თქმა უნდა, სხვა კლინიკების მხრივ. ერთადერთი მაინც მინდა აღვნიშნო, რომ მე მოხარული ვიქნებოდი ადმინისტრაცია უფრო ხშირად ხვდებოდეს ექიმებს და უფრო ხშირად მეგობრულად ეკითხებოდეს და ესაუბრებოდეს, აი რა გაწუხებთ, რა პრობლემები გაქვთ, როგორ განვითარდეთ და ასე. კი, რა თქმა უნდა, მაგას პერიოდულად აკეთებენ და ჩვენი
მოთხოვნის მიხედვით ხდება ახალი ტექნოლოგიების შეძენა. ამიტომ ჩემი გამოცდილებიდან იქ სადაც მე ვმუშაობ ჩვენ კომპანიაში ეს დაყენებულია საკმაოდ მაღალ დონეზე, როგორც კი გამოდის ტექნოლოგია უცხოეთში რამე ახალი აქტიურად განვიხილავთ გამოფენებზე, კონგრესებზე, რა თქმა უნდა, დავდივართ და ვიღებთ მონაწილეობას. და თუ ეს ტექნოლოგია ჩაითვლება კონსილიუმის მიერ, ხო, რომ ხელსაყრელი იქნება კომპანიისთვისაც და მისაღებია პაციენტებისთვისაც ჩვენი ქვეყნისთვის ეს ტექნოლოგია, ხო, ეს ტექნოლოგია, ტექნოლოგიები ბევრნაირი არსებობს ისეთი, რომელიც, ესეთ პატარა ქვეყანაში როგორც ჩვენია, ცოტა რთულია. მესმის კი. ანუ ჩვენ ბაზარზე მორგებადი უნდა იყოს. ვერ დააფინანსებს. ამაში მაშინ უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, სახელმწიფო. ასეთ ტექნოლოგიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირად ვერ გამერკავთ. პაციენტებთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, აი ორი სიტყვით ვთქვათ, დაავადებებთან დაკავშირებით მე მაინტერესებს ახლა თქვენ თუ გექნებათ ალბათ ინფორმაცია, კერძო დაზღვევა თუნდაც ან სახელმწიფო დაზღვევით თუ არის შესაძლებელი რომ იყოს ვთქვათ ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაწერილი რაღაც პერიოდულობით თუ გადის ეს გეგმიურში. კი, რა თქმა უნდა, ეს არის. მე რო ვითხოვ არა, აი რაღაცა თუ არის ესე ჩადებული თუ იცით თქვენ მოთხოვნის გარეშე აი გეგმიური კვლევები ხომ არის? კი, რა თქმა უნდა. ეგ არის და რა დროს არის საჭირო რა? აი რო გითხრათ. სახელმწიფოს მხრივ დაზღვევები არის როგორც ვიცი, მიმაგრებულია სხვადასხვა პოლიკლინიკებზე. და ის მოსახლეობა, ვინც მიბმულია იმ პოლიკლინიკაზე, უფასოდ გადის იმ კონსულტაციებს თუ კვლევებს რაც დაწესებულია იმ ხელშეკრულებით, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომელსაც აქვს ხელშეკრულება, მაგალითად ჩვენ კომპანიასთან სხვადასხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებს, იქაც გაწერილია ეს ურთიერთობა, ზოგთან წელიწადში ერთხელ შეიძლება იყოს, ზოგთან 6 თვეში ერთხელ. ზოგ კომპანიას აქვს ყოველდღე შეგიძლია ექიმთან იარო და დაგიფინანსებენ, არც ეგ არის. ინდივიდუალური კონტრაქტებია, ზოგადად კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს დაზღვეული. დაზღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი, როგორც პაციენტისთვის, ისევე კლინიკისთვის და ექიმისთვის. იმიტომ სადაზღვევო კომპანია ბევრ რაღაცას არეგულირებს რა. სადღაც სათავისოთაც, მაგრამ დამატებითი ბარიერია, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა, სწორი ფინანსების გადამისამართება და მომხრევარ იმისი, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ მომსახურებაში ამ სფეროში. ბატონ გიორგი, ახლა გამახსენდა, აი გლაუკომასთან დაკავშირებით ერთ-ერთ აქტივობაზე ვიყავი თქვენს რეზიდენტებთან ერთად რეგიონში და იქ იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ჩავედი თქვა პაციენტების გასასინჯა და რეალურად იქ მომუშავე ექიმი ერთ-ერთი პოლიკლინიკის აღმოჩნდა, რომ ქონდა გლაუკომას დიაგნოზი ფაქტიურად, რომელიც დაისვა იქ ადგილზე, მაგრამ მან არაფერი არ იცოდა ამის შესახებ. ანუ თვალთან დაკავშირებით მაინც ესე არის ხოლმე, ხაი მე ჩემ დამოკიდებულებას გეტყვით, რომ თუ კარგად ვხედავ, თუ არ მაწუხებს არაფერი დიდად, თვალის სიმშრალე ხა ეს უკვე ამ ეპოქის პრობლემაა, მაგრამ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული მაინც არ ხდება ესე, აი გეგმიურად როგორც შეიძლება ჩაბარო სისხლის საერთო ანალიზი, რაღაცა თქვა 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ და გადაამოწმო რაღაცა ზოგადად, ესე არ ხდება მაინც ანუ ჩემს გარშემო სიტუაციას გეუბნებით, არ ვიცი შეიძლება სხვაგან სხვანაირად არის, მაგრამ არ მიდიან ოფთალმოლოგთან, ანუ თუ არაფერი არ აწუხებთ თვალზე, უბრალოდ ისე თვალის შესამოწმებლად, მაინც არ მიდიან ხოლმე ოფთალმოლოგთან, ხო ესეა. და აი რა უნდა გავაკეთოთ აქცენტი? აი თუნდაც გლაუკომასთან დაკავშირებით მოკლედ რო გითხრათ, რაღაც რეკომენდაცია რომ მოგცეთ, რომ აი პირველი სიგნალი რა არის? რას უნდა დააკვირდეს, ან რა დროს უნდა მივიდეს ადამიანი ოფთალმოლოგთან? მოდი ასე დავიწყოთ. გლაუკომაზე ცოტა მერე მოგიყვებით. კარგი. ადამიანი რო იბადება, აი პირველ როგორც კი დააღუპილი და ტიკი დაიწყო. იმ დღესვე ოფთალმოლოგმა უნდა დაუთვალიეროს თვალი.
ნუ ნეონატოლოგია მე მგონი ძირთად იქვინს ხო, მაგრამ ამოწმებს. ნეონატოლოგი, მაგრამ ოფთალმოლოგი უნდა იყოს აუცილებლად. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ თვალი არის ის ორგანო, ერთადერთი ორგანო, რომელიც იღებს დაახლოებით 90% ინფორმაციის ადამიანი იღებს თვალიდან. დანარჩენი აღქმის ორგანოები ეს არის შედარებით თვალთან დამხმარე. მოსვა, სმენა და ასე შემდეგ, ხო? ეს დამხმარე, ძირითადი არის თვალიდან ხედავ. ამიტომ ამას დაბადებიდანვე უნდა მივაქციოთ ყურადღება. ანუ ბავშვი დაიბადა, უნდა შემოწმდეს. ბაღში წაიყვანეთ, უნდა შემოწმდეს ოფთალმოლოგთან. სკოლაში წავიდა, უნდა შემოწმდეს ოფთალმოლოგთან. სკოლაში აუცილებლად ყოველ წელს უნდა შემოწმდეს ოფთალმოლოგთან. სკოლას ამთავრებს, უნდა შემოწმდეს. ინსტიტუტში წავიდა, უნდა შემოწმდეს. და ასე შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში არის კულტურა ჩვენთან? აი ესე გაცა. რა თქმა უნდა არა. ეხლა თქვენ თქვით აქტივობებიო და ჩვენ იძულებულები ვართ პერიოდულად გავიდეთ სკოლებში, ინსტიტუტებში, ბაღებში, რომ გამოვავლინოთ ხედულობის ბანკები. ეხლა თქვენ თქვით, რომ აი სანამ არ გაუჭირდება, როცა გაუჭირდება ხედულობა უკვე გვიანია, ვეღარ დაეხმარებით. ხო, მაგრამ აი რა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფილაქტიკა. ეხლა დაუბრუნდეთ გლაუკომას. გლაუკომა არის ისეთი დაავადება, რომელიც, ჩვენ ვეძახით ხედულობის ჩუმ ქურდს. შესაძლოა ადამიანი ისე დაბრმავდეს, საერთოდ ვეღარ დაინახულოს, რომ ვერ შეამჩნევს, ვერ გაიგოს. ანუ თვალში და წნევა როცა იმატებს, ხედულობა კლებულობს ნელ-ნელა ადამიანისთვის პაციენტის შეუმჩნევლად. მაშინ ეს თვალის გასაზომი არის შემთხვევები გლაუკომის შეტევით თუ აღმოჩნდა, უცაბედად დაბრმავდება პაციენტი. მაშინ გასაგებია, მაგრამ ეგ უკვე დაგვიანებული შემთხვევაა. მან ან გადავარჩენთ, ან ვერ გადავარჩენთ. დროულზე გვაქვს ხო შანსები? დროულზე შანსები გვაქვს აუცილებლად. მან ერთი ნიუანსია, თუ პაციენტს აქვს გლაუკომის დიაგნოზი, ეს აი როგორც დიაბეტის დიაგნოზი სამუდამოა, ასევეა გლაუკომის მთელი სხვა. არ არსებობს რომ განვიკურნე გლაუკომი. ერთადერთი შეიძლება დაარეგულიროს ის თვალში და წნევა, მაგრამ ვერ განკურნავ გლაუკომისგან, ის სულ იქნება და სულ უნდა იყო დაკვირვების ქვეშ. თუ ჩვენ დროულად გამოვავლინეთ გლაუკომა, ახლა რის ჯგუფები რა არის? 40 წლის ზევით ყველა, აბსოლუტურად ყველა უნდა დადიოდეს წელიწადში ორჯერ ერთხელ მაინც ოფთალმოლოგთან გაისინჯოს წნევა, შეიმოწმოს ხედულობა, ინახოს ბადურა. რა თქმა უნდა, ბევრი პაციენტი მოსულა, მეკითხები დიაბეტი გაქვს, არა მაქვს. სისხლის ამოწმებს შაქარი აქვს. მეუბნე როგორ კაც შაქარი? არასდროს არ მქონია თქვენ დამმართეთ. მაგასაც ვერ გრძნობს, რომ მაგალითად შაქარი აქვს. ანუ აუცილებელია თქვენ ამობთ, რომ აი ანალიზს აბარებს ის არ აბარებს, არც იმას არ აბარებს. ანუ მოშლილია სტრუქტურა დისპანსერიზაციის პაციენტების. ხო, ჩვენთან ესეა მაინც საქართველოში ყველაზე ნაკლებად სამწუხაროდ. სანამ მართლა ბოლომდე ფეხი არ გადაუბრუნდება, არ დაეჯახება კედელს, არ მიდიან ექიმთან და ეს უკვე დაგვიანებული, უკვე ვერაფერს ვერ უშევს. ამიტომ ისევ სისტემურად უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი, სავალდებულო უნდა იყოს. ანუ სამსახურში ვალდებული უნდა იყოს, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ თუ მუშაობ, პენსიონერი თუ ხარ, პოლიკლინიკაში უნდა მიხვიდე, შეამოწმო, სკოლაში თუ ხარ, აუცილებლად უნდა ხდებოდეს შემოწმებები. როგორც აცრები ხდება, ხო, აუცილებელია აცრები, ისე უნდა იყოს ესეც. მაგრამ სამწუხაროდ ეს მორღვეულია და ამიტომ პრობლემები იქნება. ხო და თუ გლაუკომას დროულად აღმოვაჩენთ და მივხედავთ, აი თქვენ თქვით, რომ გასვლებზე ვიყავითო, იქ რაღაც აქტივობები კი ხშირად ვატარებთ ასეთ აქტივობებს. რაც ჩვენს ხელთ არის, ვცდილობთ რომ გამოვავლინოთ ადრეულად. ეგ იმიტომ კი არა, რომ მაგალითად ჩვენ ასეთი მოცლილები ვართ. უბრალოდ გული შეგვთქივა, იმიტომ რომ იმდენ დატანჯულ პაციენტს ხვდებით, რომელიც მოდის მაგალითად გლაუკომის ძალიან მაღალი წნევებით გლაუკომის დროს, რომ ვეღარაფერს ვეღარ შველი. და თურმე დადის ასე 1 წელი, 2 წელი და მე ხედულობა იკარგება და გლაუკომის დროს ვეღარ აღადგენ ამ ხედულობას. და როგორც ვიცი, თუ სწორად ვამბობ, თუ არა და გამისწორეთ, ანუ იმდენად
თუ ძალიან ისეთი ფორმა არ არის, ნელა-ნელა ხდება კი მხედველობის ბატონო. ველის შევიწროება, რომ თვალი იმდენად ეჩვევა ამ მდგომარეობას, რომ ვერ ვერ აღიქვა აღიქვავს, თუ კი. უკვე ძალიან ბოლო ბატონო. იმაზე არ ხარ კი მის ბატონო. ესეა ხო? შესაძლებელია გლაუკომის დროს დარჩეს აი ეს წერტილი, ხო. მილისებრი მხედველობა, რომელიც კი. შეიძლება იყოს მაღალი და პაციენტს ეგონს კარგად ხედავს, თუმცა გვერდით ვერ ხედავს. ვერ ხედავს ვერ ვერაფერს. ხო. ხედავს და ძღოლი თუ არის, შეიძლება გვერდით ვერ დაინახოს რომ მანქანა და დაეჯახოს და მაშინ ხდება ხოლმე გარკვევა რა თურმე გლაუკომის გამო შეუმცირდა ველი, შეუმცირდა პერიფერიული მხედველობა, თუმცა ცენტრალურად კარგად ხედავს. აი, ნამდვილად ასე. და შემდგომ უკვე მხედველობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ მაღალი წნევის გამო ხდება იშემია ნერვის, ნერვები ბადურა ამ იშემიის გამო დეგრადირებს, იშლება, ვეღარ ატარებს ამ სხივებს სინათლის და ადამიანი ბრმავდება. კატარაქტის დროს შეგვიძლია დავაბრუნოთ მხედველობა, ხშირ შემთხვევაში 100% შედეგია კატარაქტის დროს ეს კი. უკუქცევადი სიბრმავია, გლაუკომის დროს, დიაბეტის დროს, რა თქმა უნდა, დიაბეტის ძალიან ბევრია. ეხლა ის გქონდა ჩვენ ერთობლივი ენდოკრინოლოგებთან შეხვედრა, რომ დიაბეტის დროს თუ დიაბეტი აუცილებლად უნდა იყოს ოფთალმოლოგი ჩართული, იმიტომ რომ ადრეული სიმპტომები თუ გამოვლინდა, დროულად არის ჩასარევი. და ასევე თუ ოფთალმოლოგთან მოვიდა და ოფთალმოლოგმა დაინახა რაღაცილები, აუცილებლად უნდა გაუშვას ენდოკრინოლოგთან, რომ ერთობლივად უმკურნალოთ ამ პაციენტებს. და საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ბევრია დიაბეტის შემთხვევები. მიზეზები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ყოფა, როგორ ცხოვრობთ და კვება, რა თქმა უნდა. ანუ ოფთალმოლოგიაში მოდი ჯერ რო ვთქვათ, მოკლედ ქირურგიაში სხვადასხვა მიმართულებებია, ვთქვათ, ზოგი მხოლოდ კატარაქტაზე მუშაობს, გლაუკომაზე, გლაუკომის ოპერაციებს აკეთებს, ვთქვათ, ბადურაზე მუშაობს, ან შეიძლება ანუ გაერთიანებული იყოს ყველაფერი. მაინტერესებს თქვენ რომ დაგჭირდეთ თვალის ოპერაცია, ვთქვათ, კატარაქტის. ვისთან გაიკეთებდით თქვენ ოპერაციას? საქართველოში? ხო. თქვენ საკუთარ თავს ვერ გაუკეთებთ ცხადი, ამიტომ ანუ აქ ნდობის მომენტია, ხო? რა ვიცი, ალბათ 1-2 ქირურგს დავასახლებდი, მაგრამ გვარს და სახელს არ ვიტყვი, რომ არავის არ ეწყინოს. ანუ 1-2 არის, ხო? კი, 1-2 არის, ვისაც ვის მიმართაც ნდობის ელემენტი მაქვს. თუმცა ცოტა ხანი კიდე დავაკვირდება, არ მეძახიან თავისთან საოპერაციოში. თუმცა მე ყოველთვის გახსნილი ვარ და მოვიდნენ და ისაკრან. ნახონ, იქნება მეც შეიძლება მათ გავუკეთო ოპერაცია. ჩვენთან არიან ექიმები, ქირურგები, ვინც ერთმანეთს გაუკეთეს ოპერაცია, თუმცა ერთ-ერთმა ვერ გაბედა და უცხოეთში წავიდა, იქ გაიკეთა, ესეც არის. მაგრამ მე კიდევ ამხსე ორი ადამიანი მეგულება, ვისაც შეიძლება ჩემი თავი ვანდო. ხო. რამდენად ისინი მემენდობიან არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ძნელია ახლა. მე მაგალითად სურვილი მაქვს, რომ ჩემთან საოპერაციოში ჩემი კოლეგები მოვიდნენ, ნახო როგორ ვაკეთებ და თუ შენიშვნებია, მითხრა რომ აი მე სხვანაირად ვაკეთებ. კი. აქაც მოკლებულები ვართ ერთმანეთთან, ისა გვაქვს. შელობას და კრიტიკას. ბავშვური ისა გვაქვს, მე უფრო მაგარი ვარ, არა მე უფრო მაგარი ვარ. მაგრამ ეგ ხო უნდა კონდეს გარკვეული დოზით, აი ეს დაჯერებულობა, ქირურგს ხო ჭირდება მაინც. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ კი ეს, მაგრამ ქიშბობაში არ უნდა გადადგეს. ხო, კი. თუ სპეციალისტი რჩება თავის ქვეყანაში, რომ ის გაიკეთოს, ესე იგი, ყველაში კარგად არის. კარგი მდგომარეობა. ანუ მე რომ მეთქვა, რომ სხვაგან გავიკეთებ, თქო, ესე იგი, ცუდი მდგომარეობა. ან მე ვარ ისეთი უნდობლობით გამშვენ, მაგრამ არიან ჩვენთან კარგი ქირურგები არიან ამბებად. კი. სხვადასხვა მიმართულებით, ყველა მიმართულება დაყოფილია, მაინც ასეთ. და რა შეიძლება იმ კითხვას, რომ აი კატარაქტას საკეთებს, გლაუკომას საკეთებს, კი ბატონო, გააკეთოს თუ მიაღწია წვერვალს ამ მიმართულებით, რატო არა? მაგრამ ზოგადად ყველაფერ შიკები არ შეიძლება ვიყოთ. ხო. ხო, არის რაღაცა მიმართულები, რაზეც მე უარს ვამბობ, არიან ჩემთანაც ექიმები, ახალგაზრდა ექიმები, რომელიც მე ვთვლი, რომ უფრო კარგად გააკეთებენ იმას. და არ მწხვენია ამისი ეს ვაღიარებ. რომ არიან პაციენტი, მოდი აი ჩვენ გვინდა რომ პროფესორმა პეტრიაშვილმა გავიკეთოს ეს ოპერაცია. მე თამამად ვეუბნებ იცით რა, ჩემთან მუშაობს ესა და ეს ექიმი, რომელიც ამაზეა დახელოვნებული კონკრეტულად
და უფრო კარგად ჩაგიტარებთ. მე პირობას გაძლევთ, რომ ვიქნები იქ, გვერდში დაგიდგებით, ხელს დაგავლევთ თუ გინდათ ოპერაციის დროს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არიან ასეთი ჩემთან სპეციალისტები. არიან ისეთები, რომელსაც სამწუხაროდ ასეთ რეკომენდაციას ვერ მივცემ. ისეთებიც, ასეთებიც არიან სხვები, ვინც იტყვიან, რომ აი პედრიაშვილთან არ მიხვილეთ, არც ისე არც ეგ არის გამორიცხული. აი კატარაქტასთან დაკავშირებით კიდე ერთ კითხვას დავსვავ. აი ვინ არის საუკეთესო? ანუ ჩემთვის ეხა მე ვისაც ვიცნობ ოფთალმოლოგებს რაღაცნაირად ყველას თავისი მიმართულებები აქვს ჩემ ტვინში ესეა დაყოფილი. აი კატარაქტის მიმართულებით თუნდაც სოფლიოში ან დავკონკრეტეთ და საქართველოში ვინ არის საუკეთესო ქირურგი კატარაქტის? ბევრი არ მუშაობს კატარაქტაზე სხვათა შორის. ძალიან მარტივია, ვისაც ყავს ყველაზე მეტი კმაყოფილი პაციენტი. ხო. სტატისტიკა ჩაატარეთ, დავთვალოთ მერიდან გამოკითხოთ. გამოვავლინოთ, ხო, გამოვავლინოთ, ვინ არის საუკეთესო. ნუ ეს ობიექტური თვალთ შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ზოგს შეიძლება 100 პაციენტი ყავდეს, ზოგს ყავდეს 1000. რაც უფრო მეტი ყავს პაციენტი, კმაყოფილის და უკმაყოფილოც რეალურად უფრო მეტი გამოდის. 1%-ულად უნდა ისაქნა რა. ვინ არის საუკეთესო. თუმცა ეხლა მაგას საბოლოო ჯამში პაციენტები წყვეტავენ. ეხლა მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, რომ ის არის მაგარი, მე ვარ მაგარი, პაციენტი წყვეტავს. კი და პაციენტთან გვჭირდება მაინც რაღაცნაირად, რომ ურთიერთობა პაციენტთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კომუნიკაცია. ხო, შეიძლება იყოს სახელოვანი, გარეკლამებული, გაპიარებული ადამიანი შენთან რიგი იდგეს იმისა, მაგრამ არ ნიშნავდეს, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი და ყველაზე კარგი სპეციალისტი. ეს ჩვეულებრივი პიარია. კი და არიან ექიმების კატეგორია ოფთალმოლოგიაში არა ზოგადად ვამბობ, რომ ვიცით ესე, რომ ძალიან კარგი ექიმია, მაგრამ აი რო იცი ხოლმე მაგას საუბარი არ უყვარს. ერთ სიტყვას გეტყვის და რაღაცნაირად მაინც გვინდა ანუ აქეთ ხარ პაციენტებსაც რომ აგვიხსნან, გველაპარაკონ ჩვენ ჯანმრთელობაზე გქონდეს ინფორმაცია რა. ისიც გაითვალისწინეთ. იმიტომ რომ ბრმად ნდობა მაინც ცოტა რთულია. ისიც გაითვალისწინეთ რომ ექიმებს გვიჭირს რა. ბევრი პაციენტი ყავთ, კი, თქვენც იღლებით, კი, ნამდვილად. ამიტომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე კონკრეტული აი თქვენ ესა გაქვთ და არ ესმის პაციენტის. მე წავა დაგუგლავს პაციენტი. იქ იმდენი რამე წერია, ხო, მეტი კითხვა გაუჩნდება. ანუ თუ საი გლაუკომის ოპერაცია გავიკეთე და შედეგი არ მაქვს, მაინც ვერ ხედავ და ვერ უხსნი იმას, რომ თქვენ რომ მოხვედით გლაუკომა გქონდათ. ოპერაცია რო გაიკეთეთ გლაუკომა მაინც დარჩა. ის რაც გლაუკომა გააკეთა, იმას მე ვერ დავაბრუნებ. ამოცანა გავაჩეროთ ეს, რომ რაც შეიძლება მეთხანს გაყვეთ ის ხედულობა, რაც შეგრჩენიათ. თუმცა ადრე თუ გვიან შეიძლება ეს ხედულობა ისევ წავიდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულია. ადამიანს უნდა სულ იყოს ჯანმრთელი. სულ უნდა იყოს აქტიური, სურვილი აქვს. და ავიწყდება რომ ასაკში რომ შევდივართ მოგვერევა ხოლმე ეს ოხერი დაავადებები და ჩვენ კიდე ექიმები ვცდილობთ რომ ამას გაუმკლავდეთ როგორმე გვერდში დავუდგეთ პაციენტებს. მინდა მიმართო პაციენტებს რომ გაუფრთხილდით ექიმებს. ჩვენ ვარ ვიყოთ მე რა გეშველება. ბევრი კითხვები მაქვს და ბევრ საკითხზე მაინტერესებს თქვენი აზრი, მაგრამ რაღაცნაირად ბოლოსკენ წავიდეთ. და გკითხავთ, თქვენ თუ გაქვთ რამე კითხვა ჩვენს მხარეს? კითხვა კი. ალბათ მაქვს, მაგრამ პირველ რიგში ეს ძალიან კაი პროექტია ჩემის აზრით. ფიქრობ, რომ პოპულარიზაციაში ძალიან წაგვეხმარება, იმის პოპულარიზაციაში, რომ პაციენტები აღიქვავენ სწორად ინფორმაციას, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ ექიმთან. ასევე ვინც საჭიროა სტრუქტურულად რომ ჩაწვეს, რასაც ვსაუბრობთ, რომ გამოასწორონ ეს სიტუაცია, ზოგადად ვიურთვირთოთ ერთმანეთთან ექიმებს შორისაც ნუ იქნება უნდობლობა, ქიშბობა და ასე შემდეგ. ჯანსაღი დიალოგი კარგია. ხო, ჯანსაღი დიალოგი. მე ზოგადად მომხრე ვარ ამისი და კითხვა ასეთი მაქვს. რატო დაგებადათ სურვილი რომ ჩემი თავი მოგეწვიოთ ამ ნომერ პირველ სერიაში, ხო? ნომერ პირველ სერიაში. ხო, დავიწყებ იქიდან რომ პირველი мотивация ალბათ რაც მქონდა რომ რატომაც გადავწყვიტე რომ თქვენ ყოფილიყავით გარდა იმისა რომ თქვათ ამდენ წლიანი გამოცდილება გაქვთ ძალიან ბევრი ოპერაცია გაქვთ გაკეთებული ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი გყავთ და მუშაობთ
ერთ-ერთ საუკეთესო წამყვან კლინიკაში, რომელიც გვაქვს საქართველოში. ამის გარდა არის ის, რომ რაღაცნაირად პირველი ნაბიჯები როცა იყო ჩემი ესე მახსოვს რომ მე ხო არ ვარ განათლებით ვთქვათ ექიმი და ამ სფეროსთან რა შეხებაც მქონდა დაიწყო რაღაცნაირად თქვენით და ძალიან სწორი მიმართულებები მომეცით ბევრ რამეში გავერკვიე ექიმის და პაციენტის ურთიერთობასაც ვთქვათ, როცა ყოფილვარ კლინიკაში თქვენსას შევსწრები ვარ და რაღაცნაირად იმ კატეგორიის ექიმი ხართ ჩემთვის, რომლისთვისაც მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვთქვათ მე ამდენ წლიანი გამოცდილება მაქვს და ეს არის საკმარისი, რომ პაციენტი კმაყოფილი იყოს და სხვა რაღაცებზე აკეთებთ ხოლმე აქცენტებს, ვთქვათ, იქ ურთიერთობა, დამოკიდებულება ძალიან სასიამოვნოა ამის მოკლედ დანახვა ჩემთვის და ესეც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორი, რატოც მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით ჩვენი პირველი სტუმარი. მადლობა. მადლობა, პირიქით. მადლობა მაყურებლებს. იმედია საინტერესო იყო, ჩვენ კი მომავალ ეპიზოდში შევხვდებით.